ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჭიაჭარის ტელერადიო დეპარტამენტის სტატუსის განსაზღვრაზე მსჯელობენ დემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის დენო დელაძის თქმით, ტელევიზია რეგიონულ საზოგადოებრივ მაუწყებლად უნდა გადაკეთდეს. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ხელმძღვანელი ასლან ჭანიძე ამბობს, რომ ტელევიზიის დრონება შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიების არარსებობის შემთხვევაში შესაძლოა დაიყიდოს. დისკუსიაში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ბაციკაძეც მონაწილეობდა. შედახსენებთ, აჭარის ტელევიზიის სამართლებრივი სტატუსი არის ტელერადიო დეპარტამენტი და თუ მას საქართველოს კანონმდებლობა არ ცნობს, იგი უკანონოდ დაფინანსებულად ითვლება. თანამშრომლობის პოზიცია ბუნებრივი არის, რომ ჩვენ გვაქვს სურვილი ვიყოთ საზოგადოებრივი მაუწყებელი, ვიყოთ მაქსიმალურად გათავისუფლებული ხელისუფლების წნეხისაგან ბუნებრივია და ამისათვის უნდა შეიქმნას სამართლებრივი მექანიზმები. აქ შეიძლება საუბარი ქონების გაყიდვას, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მე ვაცხადებ, თუ მე ვერანაირ საკანონმდებლო გარანტიაზეა საუბარი, რომ საკანონმდებლო გარანტია არ შეიქმნება იმისა, რომ ეს ტელევიზია იქნება თავისუფალი. ანუ საკანონმდებლო გარანტიაში გულისხმობ ბორდის დაკომპლექტების წესს. ხვალ შევდივარ საქართველოს პარლამენტში, მექნება საუბრები დეპუტაციასთან, რამდენიმე ვიცე-სპიკერთან, იგივე ზვიაძის გურთან, იგივე მურმან დუბაძესთან, ამასთან დაკავშირებით ვთხოვ, რომ რომელი ფორმაა უფრო ჩქარი, რომელიც დაგვეხმარება ამასთან დაკავშირებით, რომ დაიძრას ინიციატივები, თუ საქართველოს თავრობას ჭირდება, ვთხოვ საქართველოს თავრობას მეგობრულად, რომ დააძრას ეს ინიციატივა და დავიწყოთ ამასთან დაკავშირებით მუშაობა.